მკვლევარები პირდაპირ ამბობენ, რომ რომეო მიქაუტაძე ასეთ გამდიდრებას ვერ მოახერხებდა ისე, რომ მას არ ყოლოდა მაღალჩინოსნები. მაგალითად, ბესო დონაძე ამბობს, რომ რომეო მიქაუტაძემ ბევრი წლის განმავლობაში იმუშავა კახი კალაძის დაქვემდებარებაში, ასევე იმუშავა ნათია თურნავას დაქვემდებარებაშიც, ამიტომ ახლა ჩნდება კითხვა, დაინტერესდება თუ არა გამოძიება ამ ადამიანებით. ბესო დონაძე პირდაპირ ამბობს, რომ ახლა გამოძიების მთავარი ობიექტი სწორედ უნდა იყვნენ ეს ადამიანები და სწორედ ეს ადამიანები უნდა გამოიკითხონ. რომეო მიქაუტაძე არის ის მაღალჩინოსანი, რომელსაც ხელბორკილები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობა გასულ ღამეს თბილისში დაადეს და ის ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება. ეკონომიკის მინისტრის გამდიდრებასთან დაკავშირებით არაერთი საგამოძიებო რეპორტაჟი ნუდარ მელაძის შაბათის ეთერში გავიდა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ რომეო მიქაუტაძე ფლობდა დიდი ოდენობის ქონებას, ეს იყო უძრავი ქონება, ასევე სასტუმროები და ლურჯი მოცვის ბიზნესიც. თუმცა, როდესაც მასთან გამომძიებელ ჟურნალისტებს კითხვები ჰქონდათ, რომეო მიქაუტაძე ამბობდა, რომ ეს იყო მედიის მიერ მოგონილი ტყუილი, თუმცა ეს უკვე დადასტურდა ფაქტებით და დადასტურდა იმითაც, რომ რომეო მიქაუტაძეს ხელბორკილები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაადეს. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე არის ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წარმომადგენელი, ასე ამბობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. რომეო მიქაუტაძეს ასევე აკავშირებს ნათელ მირონობა ირაკლი ღარიბაშვილთან და ახლა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ ქართული ოცნება ასუფთავებს ველს, მაგალითად აკავებს ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წარმომადგენლებს და აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ველი მოასუფთავოს და ამ ფორმით დაიბრუნოს ის ქონება, რომელიც ღარიბაშვილის გარემოცვის წარმომადგენლებმა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიითვისეს. რომეო მიქაუტაძე ხელისუფლებაში მოვიდა ერთი ბინით, ამაზე საუბრობდნენ გამომძიებელი ჟურნალისტები. ეს იყო ერთადერთი ბინა, რომელიც მის ანგარიშზე ფიქსირდებოდა, თუმცა რომეო მიქაუტაძის ანგარიშზე გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით არის არაერთი უძრავი ქონება. ეს ისაუბრა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც, მაგალითად, დიდი ოდენობის ქონება უფიქსირდება მიქაუტაძეს ქვეყანაში, ასევე უფიქსირდება ზვირადღირებული ავტომობილები, რომელიც მისი გარემოცვის წარმომადგენლებზე გადააფორმა და ასევე უძრავი ქონება ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. რომეო მიქაუტაძე მუშაობდა კალაძის დაქვემდებარებაშიც, რომეო მიქაუტაძე მუშაობდა თურნავას დაქვემდებარებაში, დავითაშვილის დაქვემდებარებაში. ერთი ცალკე აღებული რომეო მიქაუტაძე ამხელა ფულს ვერ იშოვიდა სისტემაში. არ არსებობს საჯარო სამსახურში თანამდებობის პირი, რომელმაც მარტო შეძლოს ფულის კეთება, რომელსაც არ ყავს გვერდზე მდგომი, ასე რომ ვთქვათ. მათ ენაზე გასაგებად რომ ვთქვათ პაძელნიკი. შესაბამისად, ეხლა პაძელნიკების მოძებნის დრო არის. ეს პირველი არ იქნება, გაგრძელდება ესეთი საჩვენებელი დაჭერები, მაგრამ ის რომ კორუფციას ებრძვის, ეს არის აბსურდი. გამომდინარე იქიდან, რომ რომეო მიქაუტაძემ რო ფული იშოვა, ეს აუცილებლად იცოდა კალაძემ. სხვა შემთხვევაში ვერ იშოვიდა. ამან რო ფული იშოვა, ეს იცოდა დავითაშვილმაც, თურნავამაც და მაშინ ეს ადამიანები არიან დასაკავებელი. ან რომეოსთან ერთად იშოვეს ფული, ან იცოდნენ და ხმას არ იღებდნენ. ორივე შემთხვევაში არიან დამნაშავეები. ბიძინა ივანიშვილი არ სჯის სახელმწიფოს თუ ვინმე მზიანი მიაყენა. ბიძინა ივანიშვილი სჯის ამ ხალხს რომ ფული მოპარა. როგორც ჩანს, რაღაცა გარკვეული ფული გააკეთეს ისე რომ ბიძინა ივანიშვილმა არ იცოდა. შესაბამისად ამ ადამიანებს ახლა ნელ-ნელად დააკავებს, ან დაიჭერს, ან დააშანტაჟებს. რატომ გაახსენდა ხელისუფლებაში ყოფნის მე-14 წელს ქართულ ოცნებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ალბათ მიხვდნენ იმას, რომ ხალხის განწყობები უკვე არის მისული ზღვარს, ამიტომაც დღეს დასჭირდათ ეს დაიკავებები იმისათვის, რომ საკუთარი სახე რაღაც მიმართულებით შეინარჩუნონ, მაგრამ აქვე ვეუბნებით, რომ ლელო ძლიერი საქართველო არის და იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მთელი 6 წლის განმავლობაში ამბობდა, რომ ქვეყანა იხრჩვება კორუფციაში და ნეპოტიზმში და რომ ამ ქვეყანას სჭირდება ანტიკორუფციული მიმართულების ხედვა და ჩვენი ხედვა გვაქვს დადებული. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდით, რომ რომეო მიქაუტაძე იყო ღარიბაშვილის შავი სალაროს მთავარი ხაზინადარი და როგორც ჩანს, მისი დღევანდელი დაკავება არავითარ კავშირში არ არის კორუფციასთან ბრძოლასთან, ეს კავშირში არის, რომ ირაკლი ყობახიძეს სურს მოპარული ფული უკვე თავისი გუნდის ჯიბეში გადაიტანოს. მეტი არაფერი არ არის, ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში არის ძალიან სერიოზული ბზარები, ღარიბაშვილის გუნდი, გომელაურის გუნდი, ყობახიძის გუნდი, ყველა ერთმანეთთან არის დაპირისპირებული.
სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო ხელბორკილები ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს ხელბორკილები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობა დადეს და ის ახლა სუსის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. მასთან უახლოეს საათებში შევლენ გამომძებლები, ბრალის დადგენილებას გააცნობენ და ამის შემდეგ უკვე მოსამართლე იმსჯელებს მის აღკვეთ ღონისძიებაზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მაღალჩინოსანს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პირდაპირ ეთერში მარიამ მაკასარაშვილი საუბრობდა.